საერთოდ 35 წელია რომ მუშაობ. დაახლოებით ალბათ 20 წელი ვარ დირექტორი. ძალიან კარგი პირობები გვაქვს, ნათელია ჩვენი ოთახები, გათბობაც არის. 157 მოსწავლე გვყავს. მასწავლებელი 6 ვართ. აქედან 3 ჩვენი ყოფილი მოსწავლე. უამრავ კონკურსში ვიღებთ მონაწილეობას. პრესტიჟული კონკურსებია. 3 კონკურსი თავდება ყოველწლიურად. ეს არის ბულგარეთი, სოფია, ჩეხეთი არის ლიდიცე და ტოკიოში ვიღებთ კიდე მონაწილეობას იაპონიაში. ეს 3 ყოველწლიური. ამის გარდა კიდე მივიღეთ მონაწილეობა ამერიკაში, ეს იყო ელექტრონული კონკურსი და გავაგზავნეთ ელექტრონულად ნახატები. იქაც წარმატება გქონდა და ბელორუსიაშიც მივიღეთ მონაწილეობა კონკურსში და იქაც ავიღეთ საპატიო დიპლომები. ესე იგი წლიდან წლამდე იმატებს მოსწავლეთა რაოდენობა. დიახ, ძალიან. აი უბრალოდ უკვე ადგილი აღარ გყოფნის რა. დაახლოებით 40-50 ბავშვი პირველ კლასში შემოდის, ამდენი არასდროს არ ყოფილა ამდენი ბავშვი პირველ კლასში. გადასახადი რამდენია თქვენში? 10 ლარია თვეში. სულ ვიძახი ხოლმე რომ სამხატვრო სკოლაში მივდივარ ძალიან დიდი სიყვარულით. სადაც მართლა ბავშვებიც ისეთები არიან აქ, ვინც მოდის, ყველა სიყვარული აქვს აი ამ ხატვის, ხელოვნების. უსიყვარულოდ აქ არავინ არ მოდის და ჩვენს ამ ბავშვების სიყვარული თან დაგვდეს. და ყველაფერს ვცდილობთ იმისათვის, რომ ჩვენი ცოდნა გადავცეთ და უფრო მეტი წინსვლა გქონდეთ ბავშვებს. ახლა ტექნოლოგიებია, ბავშვები უფრო კომპიუტერულადაც რაღაცეებს ნახულობენ, ტელეფონში ნახულობენ. აი იქიდანაც შეუძლიათ რომ გადახატონ, თუმცა ტელეფონიდან გადახატვას მაინც ჯობია რომ აი რეალურად ნატურიდან ბავშვმა ისწავლოს ხატვა ვიდრე ტელეფონიდან. ვარდისფერი გააჩერე, ესფერი უნდა მიიღო, უნდა შეაფარდეს ყველანაირად. პირობები არ იყო ჩემ დროს. რუსულის მასალები მასალდა ხატვას და ახლა წარმოიდგინე ფერი იქნება და მე ერთი მეზობელი იყო ჩემი თემური გაგნიძე გარდაცვალებული საწყალი სული მას არ ვიყავი რომ ჩამოდიოდა თბილისიდან აკადემიაში სწავლობდა და სულ ერთად ვიყავით და მე პატარა ბავშვი ვიყავი დიდი და იქიდან გავიგე უმეტესი რაც კი ჭირდებოდა გუნდობრივი ნიჭი ჭირდება აუცილებლად სწავლით შეიძლება რომ ისწავლო აუცილებლად კი როგორ არა მაგრამ ის გუნდობრივი ნიჭი არის რომ შექმნა შენი ხელშემოქმედებითი დროსთან ერთად აი რაც უფრო წლები გადის, უფრო წამოვიდა თანამედროვე სტილი, აბსტრაქცია, შეიძლება ადრე არ აქცევდნენ ამას უფრო ყურადღებას იმდენად. ეხლა უფრო დაიხვეწა გემოვნებაც. ვიძახი რომ ესეთი სამსახური არ არსებობს. ესეთი სიმშვიდე არც არ არის თქვენ თვითონაც ხედავთ. შენ თავს პოვებ და რაც გსიამოვნებს იმას აკეთებ. მეტი უკეთესი ალბათ არ არსებობს ადამიანისთვის.